გამარჯობათ. წინა ვიდეომ LED ნათურების გადაკეთებაზე ძალიან ბევრი ნახვა აკრიფა. Ბევრი მადლობაც მივიღე და ბევრი შეკითხვაც და იყო ბევრი გაუგებრობაც. შეიძლება ის რაც ჩემთვის თავისთავად ცხადია, სხვისთვის არც ისე გასაგები იყოს. ამიტომ ამ ვიდეოში მე მაქსიმალურად ვეცდები, რომ გავამარტივო ნათურის გადაკეთების პროცესი, რომ გასამეორებლად უფრო ადვილი გახდეს. ეხლა რა საჭიროება არსებობს LED ნათურების მცირე გადაკეთების. ძველებურ ვარვარების ნათურებთან შედარებით LED ნათურები მოიხმარენ ბევრად უფრო ნაკლებ ელექტროენერგიას, უფრო ენერგოეფექტურია და იდეაში ბევრად უფრო დიდხანსაც უნდა მუშაობდეს. რაც მნიშვნელოვან ფინანსურ ეკონომიას უნდა აძლევდეს ასეთი ნათურის მომხმარებას. ასეც იყო, როცა პირველად LED ნათურები ფართო იქნა გავრცელებული. 15 წლის წინ გამოშვებული LED ნათურა რომ აიღოთ, ესეთი LED ნათურა, რომელიც ახლა ეს მაგალითად 13 წლის წინ არის გამოშვებული, დღევანდელებზე ბევრად უფრო დიდხანს მუშაობენ. ეს დღესაც მომუშავე ნათურაა, რასაც დღევანდელებზე უკვე ვეღარ იტყვი. ეხლა ეს ნათურა მაგალითად ბაზრობაზე იყიდება ორლარად. მუშაობს 2-3 თვეს. ბრენდულები 2-ჯერ 2.5-ჯერ უფრო მეც და 5-ჯერ უფრო ზვირი ღირს. კიდევ უფრო ზარალია. ეხლა მე რო ვლაპარაკობ 2-3 თვეზე, ეს საუბარი არის 24 საათ მუშაობაზე. მთელი დღე და ღამე რო ჩართულია. არაბრენდული ორლარიანი ნათურა რეალურად 2000 საათზე ცოტა მეტხანს მუშაობს. ხოლო ბრენდულები 5000 საათს, რაც ასევე ძალიან ცოტაა. ეხლა თუ თქვენმა ეგზემპლარმა იმუშავა უფრო მეტხანს, ჩათვალეთ რომ გაგიმართლათ. ეხლა რა თქმა უნდა, ზოგი უფრო ადრე იწვება, ზოგი უფრო გვიან. ეხლა მე ასეთი ინფორმაცია მაქვს, იმიტომ რომ მე ამას ვხმარობ მცენარებს ვზრდი მზის გარეშე ხელოვნური განათების ქვეშ, ზოგჯერ მჭირდება ასეთი რამ. აი ზაფხულშიდაც კი და შესაბამისად ჩემთან ნათურების სულა უფრო ინტენსიურად და უფრო ხშირად არის საჭირო. ეხლა სამზარეულოში ამ ნათურამ შეიძლება იმუშაოს მთელი წელიც თავისუფლად, სადაც შუქს ვანთებ დილით ადრე ან საღამოს. ეხლა მე გაჩვენებთ, როგორ გავუკეთოთ მოდერნიზაცია ამ ნათურებს, ისე რომ მათ გაცილებით მეტხანს იმუშაონ. ეხლა ორი სიტყვა იმაზე, თუ რატომ გაუარესდა ხარისხი. მე ვთვლი, რომ ეს არის მწარმოებლების მიზანმიმართული მოქმედების შედეგი. ეს ის შემთხვევა, როდესაც მათ არ აწყობთ ხარისხიანი პროდუქციის გამოშვება, რაც მეტ ნათურას ვიყიდით, მოგებაც მეტი აქვთ. ნათურას რომ აწერია კორპუსზე, რამდენი ხანი მუშაობს, ამას ვერ ვიპოვე სადაწერია, მაგრამ აწერია ხოლმე ძალიან ხშირად, ვთქვათ, 50000 საათი და 20000 საათი. შენ ხარ ჩემი ბატონი. ასეთი ნათურები მსგავს არაფერს არ მუშაობენ. ეხლა რომ აწერია ნათურას, ის გარანტია არ არის. თქვათ, კორპუსზე შეიძლება ამაზე კოლობზე შეიძლება ეწეროს, ამ კონკრეტულს არ აწერია, მაგრამ უფრო ხშირად აწერია ხოლმე. გგონიათ რომ ის არის გარანტია. ეხლა თუ ვინმეს გაზომეთ რამდენი ხანი იმუშავა ნათურამ და ნაკლები დროში გადაწვის შემთხვევაში კომპენსაცია მიიღეთ მისი ნაადრევი გადაწვის გამო, თუ შეიძლება კომენტარებში გამომეხმოურეთ, ასეთები იქნებ ჩვენს მოვთხოვოთ მწარმოებლების დანაპირების შესრულება. ეხლა ვისთვის არ არის ეს ვიდეო? ეს ვიდეო არ არის პირველ რიგში ინჟინერ ელექტრონშიკებისათვის, ელექტრონიკის ინჟინრებისთვის. წესით ამ ბატონებმა ჩემზე ბევრად მეტი უნდა შეძლონ და რადიომოყვარულისგან მათ არაფერი არ ესწავლებათ.
უბრალოდ რატომ არ აკეთებთ რაიმე მსგავს და რატომ სხვებსაც არ გვასწავლით რაიმეს უკეთეს, ეს კითხვა მექნება თქვენთან. ეხლა მეორე კატეგორია, ვისთვისაც ეს ვიდეო არ არის, ეს არის სპეციალობით ჰუმანიტარი ადამიანები, რომლებსაც აქვთ ჰუმანიტარული განათლება და თან ისე, რომ სახრახნესი არ ჭერიათ ხელში და სკოლაში საბუნებისმეტყველო საგნის სახელმძღვანელოები დასანახად რო ეჯავრებოდათ. აი ამ კატეგორიებმა ჯობია აქ შეწყვიტოთ ვიდეოს ნახვა, რადგან ვერაფერს გაიგებთ, ვერც ნანახს გაიმეორებთ, უმჯობესია პიანინოზე დაკვრა, ან ცეკვა თამაში გააგრძელოთ, ან ხატოთ სულაც, რაც გეხერხება და ხელგეწიფებათ. ეხლა ვისთვის არის ეს ვიდეო? ეს არის ადამიანებისათვის, რომლებსაც ელემენტარული ჭხირკედელაობა შეუძლიათ და ვთქვათ, უთოზე შტეპსელის ვილკა გამოუცვლიათ. ან გაფუჭებული შტეპსელი შეუცვლიათ. აი ამ სირთულის სამუშაოს თუ ახერხებთ, უყურეთ ამ ვიდეოს ბოლომდე, რასაც მე გავაკეთებთ, განმეორება არ გაგიჭირდებათ და თუ გააკეთებთ, რეალურ ფინანსურ სარგებელს მიიღებთ იმით, რომ ნათურის ყიდვა უფრო იშვიათად დაგჭირდებათ. ეხლა ვისაუბროთ თეორიაზე. ეს არის ნებისმიერი LED ნათურის ელექტრული სქემა. არ აქვს მნიშვნელობა ის ბრტყელი იქნება თუ ასეთი E27-ში ჩასახრახნი. უყურეთ. ნათურაში კონტაქტებზე მიეწოდება 220 ვოლტი, ლაპარაკი არის აი ამ კონტაქტზე და ამ კონტაქტზე. შემდეგი დგას კვების ბლოკი, რომელიც ცვლად დენს გადაიყვანს მუდმივ დენად და ამ კვების ბლოკის გამოსავალზე ჩართული არის მანათობელი დიოდების ბლოკი. ეს ბლოკი შედგება მიმდევრობით, ეს მიმდევრობით ჩართული ბლოკებია და ისინი დაპარალელებულია ერთმანეთის მიმართ. ანუ რამდენიმე სვეტადიოდი ჩართულია მიმდევრობით და ასეთი გირლიან და მერე პარალელურად არის ერთმანეთის ჩართული. ეხლა აქ რამდენი იქნება და რამდენი ასეთი დაპარალელებული იქნება, ყველა ნათურის კონსტრუქცია არის თავისებური, ასე რომ ეს წინასწარ არასოდეს არ ვიცით. აი აქ რამდენია მიმდევრობით და აქ რამდენია ჩართული პარალელურად. ეხლა როგორც წესი ნათურაში იწვება თვითონ აი ეს LED დიოდები ყველაზე უფრო ხშირად. ინტერნეტი სავსეა ვიდეოებით, სადაც თქვენ ნახავთ, რომ ეს მანათობელი დიოდი არის გაშავებული, შავი წერტილი უკეთდება ხოლმე, იმით შეიძლება თვალითაც მიხვდე რომელია დაზიანებული. მე ამ დიოდს ამოიღებენ პაიალნიკით და გადაამოყლებენ ამის ბოლოებს და დანარჩენი მანათობელი დიოდები, LED-ები, დანარჩენები ანათებენ ჩვეულებრივად. თუმცა ასეთი გადაკეთებული ნათურა რა თქმა უნდა, გაცილებით უფრო ნაკლებ დროს მუშაობს, ვიდრე ისეთი, რომელიც გადაკეთებული არ არის. ნუ ესეთ 2-3 გადაკეთებას გაუძლებს, მე გადასაგდებია, თუმცა ამ გადაკეთებებს შორის დრო რა თქმა უნდა მცირდება. და რაც მთავარია, მე თავად არ მოგიწოდებთ ამის რემონტისაკენ. მე გასწავლით, როგორ ავიცილოთ ეს რემონტი თავიდან, თორემ ეს თუ გასარემონტებელი გახდა, აი მართლა დროის კარგავდა არაყერს, 2 ლარი ყერს ბოლო რა. მაგრამ თუ ვამუშავებთ ის 10 ჯერ უფრო მეტი დრო, ეს უკვე სერიოზული ეკონომია გახლავთ, გაცილებით უფრო სერიოზული ვიდრე ამისი გარემონტება. რაც შეეხება კვების ბლოკს, კვების ბლოკი იწვება ჯერ ერთი უფრო იშვიათად და მეორეც მისი გარემონტება მართლა ძალიან რთულია, იმიტომ რომ ძალიან პატარა დეტალებია, ამისი ამოპაიკება და ჩაპაიკება სახლის პირობებში საკმაოდ რთული გახლავთ. ამიტომ
ელექტრონშიკსაც კი არ ვურჩევ ამის კეთებას, ელექტრონშიკიც ამას კარევსებო გადააგდებს და იყიდის ახალს, იმიტომ რომ ბოლო-ბოლო მთლიანი ახალი ნატურა ღირს როგორც მოგახსენეთ 2 ლარი. ეხლა რატომ იწვება LED დიოდები? ისინი იწვება გადახურების გამო, იმიტომ რომ მუშაობენ მათთვის არაოპტიმალურ რეჟიმში. ეხლა შეხედეთ ამ წყვილს. თუ ამ LED ჩიპის ტემპერატურა არის 55 გრადუსი, ის მუშაობს როგორც წესი 100,000 საათი და მეტიც. ლაპარაკი არის აი ამ ყვითელი LED ჩიპის корпуსის ტემპერატურაზე, განა ამ корпуსის ტემპერატურაზე, ან გარემოს ტემპერატურაზე, არა, თვითონ ამის корпуსის ტემპერატურაზეა საუბარი. თუ ეს ტემპერატურა გაიზარდა, მისი მუშაობის ხანგრძლივობა მკვეთრად მცირდება და 120 გრადუსზე თუ მივიდა, საერთოდ 1 საათი თუ გაძლო, ეს კარგი ჩიპი ყოფილა ქარხნიდან გამოშვებული. ეხლა 15-20 წლის წინ რომ გამოდიოდა ნატურები, ეხლა მე გაჩვენებთ იმ ნატურას, რომელიც არის ეს ეგზემპლარი 13 წლისაა და დღესაც მუშაობს. ამას შეხედეთ ვენტილაცია ჰქონდა ბუნებრივი და აქედან ეს ჩიპები გრილდებოდა, აი აქ ზედა რიგში და აი აქ ქვედა რიგში ნახურეთებია დატანილი და აქედან გრილი ჰაერი შედის გამოდის და ამ ნატურას აგრილებს. რა თქმა უნდა, გაცილებით უკეთესად ვიდრე გრილდება ეხლამდელი. ეხლა რატომ შეწყვიტეს ქარხნებმა ასეთების წარმოება და გადავიდნენ ასეთებზე? პასუხი არის ძალიან მარტივი. იმიტომ რომ ეს ჩქარა გადაიწვება და რომ გადაიწვება, მერე საყიდელია. ეს პრაქტიკულად მართლა ათეულობით წელი მუშაობს. ეხლა ჩვენი ამოცანაა პრაქტიკულად აი ასეთი ნატურიდან გავაკეთოთ ასეთი. ეხლა LED ჩიპი რომ არ გადახურდეს, ხომ აი ეს ნაწილაკი, რომელიც გაჩვენეთ ეგერ ყვითელი წერტილის სახით რომ არის წარმოდგენილი თავად ნატურის კონსტრუქციაში, ამისათვის საჭიროა ან ჰერმეტიზაცია უნდა დავარღვიოთ, რაც ასეთ ნატურაზე სრულიად შესაძლებელია და ჰაერმა უნდა იმოძრაოს, ან უნდა შევამციროთ თითოეულ ამ LED ჩიპში გამავალი დენის ძალა. ამ ნატურის შემთხვევაში ეს პრაქტიკულად არაპროფესიონალისათვის შეუძლებელი გახლავთ, თუ მართლა პაიკა არ დაიწყო. აი აქ შეიძლება გადაკეთება, რომ აი ამ წინაღობამ უკაცრავად მიკროსქემამ ნაკლები დენის ძალა გამოიმუშაოს, მაგრამ ვიმეორებ ამის კეთებას არ გირჩევთ, კვების ბლოკს არ შევეხოთ. ეს თქვათ ვიმეორებ ელექტრონშიკებისათვის სრულიად შესაძლებელია, მაგრამ არც მე თვითონ გამიკეთები ასეთი რამე, არც თქვენ არ გირჩევთ. არა ზედმეტი საჭირო, მით უმეტეს როცა არსებობს უფრო ეფექტური და მარტივი საშუალება აი ამაში და ამაში ნახურეთების გაკეთება. კვების ბლოკი, რომელიც აქ არის, ასე თუ ისე საიმედო გახლავთ. ასე რომ ამ სქემაში აი ასეთი ნატურის შემთხვევაში დენის ძალას ვერ შევამცირებთ. ეხლა ბრტყელი სანათების შემთხვევაში თუ მათ აქვთ ისეთი დენის წყარო, რომელიც ცალკე ბლოკის სახით არის დამზადებული და ცალკე შეიძლება მისი ყიდვა. ასეთ შემთხვევაში შესაძლებელია, რომ დენის ზალა შევამციროთ აი ამ LED ჩიპებში და დენის ზალის შემცირებით მოვახდინოთ ბრტყელი სანათის მოდერნიზაცია ისე, რომ მან იმუშაოს ბევრად უფრო დიდ ხნის განმავლობაში, ვიდრე იმუშავებენ სხვები. ისინი საკმაოდ ჩქარა ფუჭდება. ეხლა
აი ასეთი ნატურა მარტივმითაც არის კარგი, რომ ასეთი ნატურა ყოველთვის არსებობს ბაზარზე, ბრტყელი სანათი ელემენტარულად შეიძლება ზუსტად ის ზომა და ზუსტად ის კონსტრუქცია და ზუსტად ის ფერი ვერ იშოვოთ და არადა ოთახში რომ რამდენიმე კიდია ჭერზე, ну ერთნაირები უნდა იყოს, ხო? და შეიძლება ვიყიდეთ თქვათ 6 ცალი, გავიდა წელიწადი, გადაიწვა რომელიღაცა და შეიძლება აღმოჩნდეს რომ სულ არ არის გაყიდვაში ზუსტად ისეთივე სანათი და გამოსაცვლელია აბსოლუტურად ყველა, რომ ერთნაირები იყოს. ეხლა დავიწყოთ აი ასეთი ნატურის E27 აი ამ ჩასახრახნ რაზიუმს ქვია. ამისი მოდერნიზაცია პირველ რიგში უნდა დავხურჯოთ მისი პლაფონი. ეხლა ამის კონსტრუქციას გახსენებთ, აბატონო, აი ამ ბრტყელ პანელზე დამაგრებული არის მანათობელი ჩიპები. აქვე არის დამაგრებული კვების ბლოკი და უკეთია ზემოდან პლაფონი. აი ამას პლაფონი უკეთია, ეს არ არის, ასე ვთქვათ, დაშლილი. აქაც აი დაახლოებით აი ამ დონეზე არის მოთავსებული ის LED ჩიპები. დავიწყოთ და დავუხუროთ ესენი ჯერ პირველ რიგში პლაფონი. ჯერ დავიწყოთ ზემოდან. ეს ისე უნდა მოვახერხოთ, რომ არ შევეხოთ, რა თქმა უნდა, აი ამ პლატას. ეხლა როდესაც აი გვერდს მივადგებით, გვერდზე უნდა ზემოთკენ მივმართოთ ბურღი, რომ პლატას არ შევეხოთ, თორე აქ უკვე ძალიან მცირე მანძილი რჩება აი ამ ნაბეჭდ პანელთან და LED დიოდებს რო არ შევეხოთ, ამიტომ აი ესეთნაირად შეხედეთ ნატურის ზემოთკენ არის მიმართული ბურღი. აბატონო, ასეთი ნახოროტები უნდა გავაკეთოთ, რაც შეიძლება ბევრი. ახლა თუ ვინმე ეშინია ბუზების შეძვრომის ეს 4 მმ-იანი სვერლვა, 4 მმ-იანში ბუზი უკვე ვეღარ შეძვრება და ვერც ფუტკარი, ყოყო რა თქმა უნდა შეძვრება. მაგრამ ვერაფერს ვერ დააშოვებს იქ, ანუ დარჩება ბოლო-ბოლო მკვდარი მსვეტა დიოდზე. და არაფერი ნატურას არ დაემართება. ეხლა ასეთი რამ ეს ხვრელები უნდა გავაკეთოთ ვიმეორებ, რაც შეიძლება ბევრი. ეხლა მე ამას სწრაფად დავხურიტავ ვიდეოს გადაღების გარეშე. აბატონო, აი, შეხედეთ, ეს ნახორიტები გავაკეთე. მათი რაოდენობა საკმაოდ ბევრია, ეს საოსენცები მოცილდება, ზოგი შიგნითაც ჩაიყრება, მაგრამ არაფერი არ დაემართება ამით. ეს არ არის ისეთი პლასმასა, რო აქ სვეტოდიოდის ტემპერატურებზე დადნეს. და არც ელექტროგამტარი არ არის, ასე რომ ვერაფერს ვერ დააშავებს აქ. უკვე ეს ნატურა გაცილებით უფრო დიდხანს იმუშავებს, ვიდრე ისეთი, რომელიც არ არის დახორეტილი. იმიტომ რომ უკეთესად განიავდება. ეხლა რაც შეეხება აი ამ კორპუსს. ეს კორპუსი ასევე უნდა დაიხურიტოს, მაგრამ მე ამას გირჩევთ, რომ დრელით არ გააკეთოთ. ეხლა მე რომ გავაკეთო შეიძლება, მაგრამ ყველა მაყურებელმა რომ გააკეთოს დრელით, ну იქ ადვილი შესაძლებელია რომ ცოტა ღრმად შევარდეს დრელი. ეხლა აქ ну ძალიან მოუხერხებელი და ლონდრე უნდა იყოს, აქ რო შეეხო ელექტრულ სქემას, რომელიც იცით რომ აი აქ არის ჩემო ბატონო განთავსებული. ეხლა თუ ასეთი ლონდრე ბრძანდება ვინმე, მოდი ნუ გააკეთებს საერთოდ რა, იმიტომ რომ ეს მე აღარ აინთება ელემენტარულად. ხოლო რაც შეეხება აი აქ მოდი ცოტა სხვანაირად მოვახდინოთ ამისი გახვრეტა. ну თუ ძალიან გამოცდილი ხელი გაქვთ, არა უშავს მითაც შურიკითაც შეგიძლიათ გახვრიტოთ, მაგრამ პრინციპში ჯობია ეს გავაკეთოთ სხვანაირად. ამისათვის ავიღოთ ჩვეულებრივი საკანცელარიო დანა. აი, აგერ ხედავთ აი ამ დანას.
ეხლა რას ვაკეთებთ? აი ამის შიგნით ჩაპრესილი არის ალუმინის რადიატორი, რომელიც არის ძალიან თხელი. ადრე ეს პლასმასი კი არ იყო მთლიანად რადიატორი და რადიატორი კარგად ცივდებოდა. და შესაბამისად ნათურები ნაკლებად იწვევოდა. ეხლა რო ჩასვეს პლასმასაში ეს ალუმინი, მოხდა რაც უნდა მომხდარიყო, უკვე გაუარეს და მკვეთრად სითბოს გაცვლა და გაგრილება და შესაბამისად ნატურაც იწვება ბევრად უფრო ხშირად. ეხლა ამისათვის როგორმე აი ამ შიგნით დახურული სივრციდან უნდა ჰაერი გამოუშვათ და ცივი ჰაერი უნდა შევიდეს. ეხლა უყურეთ რას ვაკეთებ საკანცელარიო დანით. ამ ნატურას ავიღებ და გავოთლი. შევადეთ. ცოტა დავამოკლოთ. ბატონო. აი დავიწყე ამისი გათლა. რაღაც მომენტში გამოჩნდება ალუმინი. ჯიუტი პლასმასია. მაგრამ ჩვენ უფრო ჯიუტები ვართ. აი, ალუმინი გამოჩნდა, ხედავთ? აი. ეხლა ეს ცოტა გავაფართოვოთ კიდე. აი, ცოტა ფართობი გავზარდე, ხედავთ ალუმინს პლასმასის შიგნით. და ეხლა ამ ალუმინს მე უბრალოდ ავიღებ და დანისწვერით გავხორებ, აი. ოი, აქ ცოტა მყარი ალუმინი გახლავთ, მაგრამ ამ დანისწვერით გაიხვრიტება. აი შეხედეთ, გაიხვრიტე ესა. კარგი სქელი ალუმინი აქვს გამოყენებული. მინდა გითხრათ, რომ ეს ორლარიანი ნათურა შედარებით კარგი მასალისაგან არის დამზადებული. მაგრამ ეს აუცილებლად უნდა გაიხვრიტოს. აბატონო. ასეთი უნდა გავაკეთო რამდენიმე. და თან სასურველია ზოგიერთი იყოს აი აქ ბოლოში, იმიტომ რომ აი აქ ბოლოში თვითონვე არის ცარიელი ადგილი დატოვებული ამასა და რადიატორ შორის, იმიტომ რომ რადიატორზე დენი რო არ გადავიდეს, არ ეხება ელექტრულად აი ამ კონტაქტს. ხედავთ, აი კონტაქტი რადიატორი ამ პლასმასაში კონტაქტის მოშორებით არის ჩაპრესილი. ახლა მე ამასაც გავთვლი მაგ ადგილს და დაინახავთ, რომ იქ ცარიელი ადგილი იქნება და იმ ცარიელ ადგილას კაი ჯიუტი პლასმასია ჩემამზე. ასეთი ჯიუტი კარგახანი არ შემხვდრია, მაგრამ მე უფრო ჯიუტი ვარ ვიმეორებ. აქ პლასმასა ის ქვეშ თითქმის ბოლომდეა მიყვანილი რადიატორი. რაც ძალიან უცნაურია, მაგრამ ნუ ყოველ შემთხვევაში ჩვენ ეს მაინც გავხვრიტოთ. აბატონო, აი, აქ გაიხვრიტა. გავაფართოვოთ ნახრატი. აი, შეხედეთ. აი ესეთი ნახრატი უნდა გავაკეთოთ მინიმუმ 1-10 წამი. აბატონო, კამერას იქით მე ეს ნათურა გადავაკეთე. აი, ხედავთ რამდენი ნახრატები აქვს. კორპუსედაც კარგ აბლომად. ეს რა შეიძლება ბევრი უნდა გააკეთოთ. ეს ახლა რაღაც ცოტა ესეთ მაგარ პლასმასაში და მაგარ რადიატორიანი შემხვდა ამ წუთში ვიდეოს გადაღებისას, თორე როგორც წესი უმეტესობა ნათურების ესეთი მაგარი პლასმასი არ აქვს და არც ესეთი მაგარი რადიატორი. უფრო რბილია ხოლმე და საშუალოდ ერთი ნათურის გადაკეთებას გავარჯიშებულ ხელზე ჭირდება 1-10 წუთი, მეტი არ ჭირდება. ეხლა ცოტა ხანში დავიწყოთ საუბარი ბრტყელ სანათებზე. ბრტყელი სანათები არის რამდენიმე ვარიანტი.
იქ ჩვენ უკვე ვეღარ შევძლებთ ახალი ნახვრეტების გაკეთებას, იმიტომ რომ არ ვიცით სად არის მანათობელი დიოდები, ეს LED ჩიპები სად არის განთავსებული, არ ვიცით. ხო და ამიტომ დამატებითი ვენტილაციის გაკეთებას იქ აზრი არ აქვს, უბრალოდ გავაფუჭებთ, თან შევქცევადად გავაფუჭებთ ბრტყელი ტიპის სანაცს. იქ შეიძლება შეგხვდეს ორი სხვადასხვა ტიპის კვების ბლოკი, ეს სქემაზე რომ კვების ბლოკია. უბრალოდ ორი კი არა, სამი სხვადასხვანაირი შეიძლება იყოს. ერთი რაღაც პატარა ელექტრული სქემა, რომელიც სპეციალურად არის დამზადებული იმ სანათისათვის და თვითონ ქარხანამ წარმოებლის მიერ. ამას უბრალოდ ხელს უნდა მოვკიდებთ. ეს თქვათ ელექტროინჟინერებმა, ელექტრონშიკებმა შეიძლება თვითონ გადააკეთონ, რაც პრინციპში არ აღირს, მაგრამ ელექტრონშიკი ამის გადაკეთება შეძლებს. მეორე ვარიანტი არის, რომ აი შეიძლება ამდაგვარი მუდმივი დენის წყარო იყოს, ანუ მუდმივი დენის ძალის წყარო, აქ შედის 220 ვოლტი აი ამ მავთულებიდან და გამოდის დაბალი ძაბვა მუდმივი აი ამ არაზიუმიდან. და მეორე ვარიანტი შეიძლება იყოს აი ესეთი, ესეც დენის წყაროა, მაგრამ ეს არის მუდმივი ძაბვის წყარო. აი ესეთიც და აი კიდევ ესეთიც. უყურეთ. ეხლა მუდმივი ძაბვის წყარო თუ შეგხვდა, არის ორნაირი რეგულირებადი და არარეგულირებადი. აი ეს არარეგულირებადია. ამიტომ ასეთის გადაკეთება პრაქტიკულად შეუძლებელია თვითონ ამონაირის. ხოლო აი ასეთი, რომელიც რეგულირებადია, ამისი გადაკეთება შესაძლებელია. ეხლა მე გაჩვენებთ, სად აქვს ამას სარეგულირებო. უყურეთ. აი ეს პატარა ყავისფერი, შეხედეთ, აი პატარა ყავისფერი, ეს არის ცვლადი წინაღობა, რომელსაც შეიძლება ატვიორკით, ჯვარედინა ატვიორკით დავატრიალოთ და შევცვალოთ ძაბვა. ეს კვების ბლოკი არის 24 ვოლტი, აი შეხედეთ, აწერია 24 ვოლტი 1.1 ამპერი. ეხლა როგორი არის ამისი ალგორითმი, უყურეთ. ну, თქვათ 1 ამპერიანია სიტყვაზე რა. შეიძლება იყოს 12 ვოლტიანები ყველაზე უფრო გავრცელებულია სანათებში, შეიძლება იყოს 5 ვოლტიანიც, რა ვიცი, 9 ვოლტიანიც და ასე შემდეგ. ყოველ შემთხვევაში ეს მუდმივი ძაბვის წყაროა. შედის ამაში ეს L და N რომ აწერია აი აქ, აწერია L და N, ეს ასე ვთქვათ, არის 0 და ფაზა, ანუ 220 ვოლტი და აი აქ ძაბვა პლუს მინუსი GNDS, იგივე მინუსია და პლუსი, ეს არის 24 ვოლტი ძაბვა. ძაბვა ეს გამოსავალი იხსნება აქედან. ეხლა რა ხდება აქამ? ამას რო 220 ვოლტზე შევერთებთ, ეს აი ამ გამოსავალზე 24 ვოლტ ძაბვას მოგცემს. მაგრამ ალგორითმი მისი მუშაობის არის ესეთი, 24 ვოლტის მოცემა კი შეუძლია, მაგრამ 1 ამპერზე მეტის არ შეუძლია. ანუ შეუძლია მოგცეს 0.7, 0.8 ამპერი, 0.9, 1 და 0, მაგრამ 1 და 1-ზე მეტ დენის ძალას ვეღარ მოგცემს. შემდეგ უკვე ძაბვა დაიწყებს კლებას, ეს არ გადაიწვება თუ პატარა წინაღობა ჩაუდგეთ. მაგრამ იქ უკვე დენის ძალა დასტაბილდება 1.1 ამპერზე და თუ იქ ჩვენ ჩართული გვაქვს სიტყვაზე 5 ომი წინაღობა გამოსავალზე, ხო? ამის გამოსავალზე უკვე იქნება არა 24 ვოლტი, არამედ 1.1 ამპერი გამრავლებული 5 ომზე. ანუ 5.5 ვოლტი ძაბვა იქნება. ანუ ეს ჯერ ასტაბილებს, სანამ მაღალი წინაღობა გამოსავალზე ასტაბილებს ძაბვას, რომ 24 ვოლტზე არც მეტი არც ნაკლები წავიდეს და თუ წინაღობა ძალიან შემცირდა,
და რაც ნიშნავს დატვირთვის გაზრდას 1.1 ამპერზე მეტს დენს მაინც არ გაუშვებს. ეხლა როგორ უნდა მოვიქცეთ ისეთ შემთხვევაში თუ აი ასეთი მუდმივი ძაბვის წყარო და რეგულირებადი თან რეგულირებადი აქვს, თორე არარეგულირებადზე ვერაფერს ვერ გავაკეთებ ბრტყელ სანათს. აი ბრტყელი სანათის კოლოფი უნდა გავხსნათ და ვნახოთ თუ ასეთი რამ დევს შიგ და უნდა ვნახოთ რომ აი ეს არარეგულირებო თუ აქვს აი ამ კლემების გვერდით. თუ ეს არეგულირებო აქვს, უნდა ავიღოთ, მოვიდანოთ სახლში, ჩავრთოთ დატვირთვის გარეშე ცალკე ეს კვების ბლოკი და შემდეგ ეს უნდა დავატრიალოთ ისე, რომ რაც შეიძლება ნაკლები ძაბვა მოგვცეს, ანუ აქ 24 კი არ იქნება, არამედ იქნება ნაკლები. და შესაბამისად, ამაში ჩართული წრედში მანათობელი დიოდები იმუშავებენ უფრო ნაკლებ ძაბვაზე და მკვეთრად შემცირდება შანსი მათი გადაწვის. თუმცა ესეთი ბლოკები დღევანდელ სანათებში არის შედარებით იშვიათი. უფრო ხშირი გახლავთ აი მეორენაირი რომ გაჩვენეთ ეხლახანს, ეს არის მუდმივი დენის ძალის წყარო. აი ეს არის მუდმივი დენის ძალის წყარო. კიდევ აქ მედო ერთი ცალი. სადაც დავიღე, მაგრამ აი აგერ არის. და დავაკვირდეთ აი ამ მუდმივი დენის წყაროს. შეხედეთ? მას უწერია რომ ის იძლევა 300 მილიამპერი პლუს მინუს 5%. აი 300 მილიამპერი პლუს მინუს 5%. აი ამდენ დენის ძალას იძლევა და ამაზე ასტაბილებს. ანუ გამოსავალზე ჩართული მანათობელ დიოდებში ჯამურად გაივლის 300 მილიამპერი დენი. ეხლა ძაბვა, რომელიც აქ წარმოიშვება, არის 24-დან 42 ვოლტამდე შეუძლია დაიჭიროს ამას. 24-ზე ნაკლებიც არ შეუძლია და არც 42-ზე მეტი არ შეუძლია. ეს ისეთი დენის წყაროა. და იმის დამიხედვით, რამდენი მანათობელი დიოდია მიმდევრობით ჩართული ამ წრედში, ხომ? იმდენი ძაბვა აქვს, იმდენი ძაბვა გამოდის აქ. ეს თვითონვე არეგულირებს ძაბვას. ეხლა კონკრეტულად რა ძაბვაზე მუშაობს შემობატონო მანათობელი დიოდები, ეს ექსპერიმენტულად უნდა განსაზღვროთ ყველა კონკრეტული სანათისათვის. იმიტომ რომ მის ინსტრუქციაში არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება, არ იქნება და ერთი ვარიანტი ამისი ექსპერიმენტის ჩატარების გარეშე არის ის რომ დავითვალოთ რამდენი სვეტოდიოდია და მე საშუალო მახასიათებლებით ვიანგარიშოთ რა ძაბვა შეიძლება მოგვცეს. მაგრამ ეხლა მთავარი რა არის აქა? უყურეთ, ეს იძლევა 300 მილიამპერს. ჩვენ ეს 300 მილიამპერიანი უნდა შევცვალოთ. აი ესეთები ცალკე იყიდება. და ღირს საკმაოდ იაფი, სადღაც 4-5 ლარი ღირს ესენი ელიავაზე. ეხლა თუ ვიპოვეთ ზუსტად ასეთი რომ 24-დან 42-მდე აქვს ხომ კარგი და დენის ძალა თქვა 240 მილიამპერი ან 180 მილიამპერი. შენ ხარ ჩემი ბატონი, შეიძლება თვალითაც ვერც კი შეამჩნიოთ ნათების მოკლება. აი უფრო 300 მილიამპერი არ იქნება და 300 მილიამპერის მაგივრად იქნება სხვა კვების ბლოკი. ეს რატომ ხდება ცალკე თემა ამაზე ცოტა მერე ვისაუბრებ, მაგრამ ფაქტია აი 300 მილიამპერი უნდა 300 მილიამპერიანი უნდა შევცვალოთ უფრო დაბალ დენის ძალიანით. ეს ვიმეორებ ძვირის სიამოვნება სულაც არ არის, უბრალოდ ბევრი მაღაზიის ან ბუტკის მოვლა მოგვიწევს, რომ ვიშოვოთ შესაბამისი. უმჯობესია, რა თქმა უნდა, ავიღოთ და ეს ასე ვთქვათ, განსაზღვროთ ექსპერიმენტულად სინამდვილეში რამდენი ძაბვა ჭირდება კონკრეტულ სანათს. ეხლა მე შევეერთებ ამას და გაჩვენებთ ამ პროცესს როგორ ხდება. ეხლა თუ შეიძლება შეხედეთ. აი ეს არის აგერ დაშლილი ბრტყელი LED მანათობელი. ეს არის ჭერის LED მანათობელი, რომელიც მრგვალი ფორმა აქვს
ის დაშლილია აგერ ხედავთ მანათობელ დიოდებს აგერ არის. აი შეერთებულია მასზე ეს LED დრაივერი, რომელიც მუდმივი დენის ძალის წყაროს წარმოადგენს. ის იძლევა მუდმივი დენის ძალას. მისგან გამომავალი მავთულები მე გავაშიშვლე ეს შიშველი წერტილებია, რომ ტესტერით გავზომო ძაბვა მასზე. და აქ მერე შეერთებულია უბრალოდ ეს ძალიან უხეშად არის გაკეთებული 220 ვოლტი, რომელსაც მერე ჩავრთავ დენში. ეხლა შეხედეთ რა ხდება. მე უნდა გავზომო ძაბვა აი ამ ორ გაშიშვლებულ წვერს შორის. ვეცდები რომ ისე მივუტანო კამერა, რომ უკეთესად გამოჩნდეს როგორმე. აი ჩანს აი ამ ორ მავთულ შორის. ვიღებ ტესტერს. ამ ტესტერს ჩავრთავ და აქ რამე მივუძებათ, რომ არ წაიქცეს. ტესტერი ჩანს თუ არა. აი აგერ არის. ეხლა სახლში თუ გამოცდილება არ გაქვთ ელექტროობასთან მუშაობის, რა თქმა უნდა, ასეთი რამ არ უნდა გააკეთოთ. მაგრამ ეს გვიხდება, ნუ თქვათ, ერთი და იგივე ტიპის LED სანათის ყიდვა მოგიწევთ, ნუ თქვათ, რამდენიმესი, ხომ? ერთი ცალი უნდა გავიმეტოთ დასაშლელად, მეტი გზა არ არის. თან აუცილებლად შეერთებულზე უნდა გავსინჯოთ, რა ძაბვას მოგცემს ეს LED სანათი, თორემ ზედ როგორც გითხარით, აწერია 24-დან 42 ვოლტამდე. ეხლა მე ჩავრთავ ამას და შუქი აქ აინთება. და აქედან შუქი გამოვა ცოტა ხელსა შეგვიშლის, რადგან გვერდიდან ძლიერი განათება იქნება. შეხედეთ შუქი აინთო. ანუ ამუშავდა აი ეს და ეხლა მე აი აქ განსაზღვრავ ძაბვას ერთი ამას დავადე, მეორე ამას. 29 ვოლტია დაახლოებით 29-30 ვოლტი, 28.9. აბატონო. ნუ 29 ვოლტი გახლავთ აი ამ წრეში ძაბვა ეხლა. ანუ თვითონ აი ამ LED სანაც სჭირდება 29 ვოლტი სამუშაოდ. ეხლა მე უნდა ეს დრაივერი გადავაგდო ან სხვა რამისათვის გამოვიყენო და აი ამის მაგივრად უნდა ავარჩიო ისეთი LED დრაივერი, ოღონდ ეს LED დრაივერი არის ვიმეორებ მუდმივი დენის ძალის წყარო, რომელიც იმუშავებს იგივე 30 ვოლტ ძაბვას მოგცემს, ანუ მისი მაქსიმუმისა და მინიმუმის დიაპაზონში იქნება 30 ვოლტი და თან იქნება უფრო ნაკლები დენის ძალა. ეს 300 მილიამპერიანია, ეს 120-ზეც რომ ვამუშაოთ, მაინც საკმარისად კარგ განათებას მოგცემს და რატომ? იმიტომ რომ ჯერ ერთი LED ჩიპები აქ მუშაობენ ისეთ დიაპაზონში, რომ ძაბვა, ვთქვათ, დენის ძალის ორჯერ შემცირებით, მისი ნათება ორჯერ არ მცირდება, მცირდება უფრო ნაკლებად. ვთქვათ, სადღაც 40%-ით, მაგრამ ორჯერ არ მცირდება. შემდეგ ადამიანის თვალს აქვს ლოგარითმული მგრძნობელობა და ამიტომ თვალმა შეიძლება ვერც კი აღიქვას. თუმცა ვთქვათ, თუ 300 მილიამპერიანი მოყვა ამას, მე გირჩევთ, რომ 240-დან 180-მდე ესეთი დენის ძალის მქონე მუდმივი დენის
წყარო შევარჩიოთ, რომელსაც ექნება, ვთქვათ, 180 ვოლტი, 180 მილიამპერი უკაცრავად, 180 მილიამპერი პლუს მინუს 5%. ეხლა აი ამას მაგალითად აქვს 120 მილიამპერი, აი რასაც თქვენ ხედავთ, ეს უბრალოდ აქ აღმოჩნდა და საწყობში. მაგრამ ეს კონკრეტულად ეს მოდელი არ გამოადგება ამას, იმიტომ რომ ეს 30 ვოლტს ვერ იძლევა, ეს იძლევა 18-დან 24-მდე აწერია, რომ 18-დან 24-მდე იძლევა. ამიტომ ეს კონკრეტული მოდელი არ გამოდგება, თუმცა დენის ძალის მიხედვით 820 მილიამპერი აქვს, გამოადგებოდა. ასე რომ ბრტყელი სანათების გადაკეთება შესაძლებელი არის მხოლოდ და მხოლოდ დენის ძალის დაწევით, ვერავით არის დახურება და დამატებითი გაგრძელება იქნება ძალიან დიდი ხათაბალა. განსხვავებით იმ ჩვეულებრივი პატრონაჟი ჩასახრახნი ნატურისაგან. ხუდა აი ეს კიდევ ვიმეორებ არის ცალკე საშუალებელი, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ამით პრობლემა წყდება. ეხლა აი ესეთი მრგვალი სანათები, რაც ეხლა მე გაჩვენეთ, მე თვითონ მეყენა სამზარეულოში, ნუ არ დამიჯერეს ოჯახის წევრებმა და გინდა თუ არა, არ გვინდა ამნაირი ნათურები, აი ასეთი მოინდომეს. გადაიწვა ყველა 1 წლის შემდეგ 4 სანათიდან 4-ვე გადაიწვა. არადა სამზარეულოში არც ისე დიდი ხნით არის შუქი ანთებული, თქვა მთელი დღე ნამდვილად არ ანთია. ეხლა რა მექნა ზუსტად ისეთი ვერ ვიშოვე დაახლოებით იმ ზომისა. უბრალოდ დაახლოებით იმ ზომის, რაც ეყენა ისეთი ვერ ვიშოვე. ეხლა ამ ახლებს გავუკეთე სწორედ ის მოდერნიზაცია, რაც თქვენ წინ გავაკეთე. ანუ 300 მილიამპერიანი მუდმივი დენის ძალის წყაროები ეყენა, 300 მილიამპერიანები შევცვალე 180 მილიამპერიანებით იგივე ძაბვით, 30 ვოლტი ძაბვით, რომელიც გავზომე ექსპერიმენტულად სწორედ აი ასე. ეხლა თქვენ წინ მე უბრალოდ გავიმეორე, რაც გავაკეთე სამზარეულოში ნათურების შეცვლის წინ. ეხლა იქ აყენია ისეთი LED დრაივერი, რომელიც იძლევა 180 მილიამპერს პლუს მინუს 5% და სამზარეულო არის განათებული აბსოლუტურად ჩვეულებრივად. არც ჩემმა მეუღლემ და არც არავინ არ იცის, რომ იქ აყენია უფრო ნაკლები დენის ზალა, სინათლის ნაკადის შემცირება შესაძლებელია მხოლოდ ლუქსმეტრის საშუალებით. მაგრამ განათებულობა არის საკმარისი, 4 სანათი სამზარეულოს ანთებს შესანიშნავად და ჩვეულებრივად ბედნიერად ვგრძნობთ თავს. წელიწადზე მეტი უკვე გავიდა და არც ერთი არ გადამწვარა. ეხლა მე ცოტა ხანში ჩაგირთავთ აი ამ დენის წყაროსას და გაჩვენებთ ამის რეგულირებასაც. მაშასე დავაკვირდეთ ეხლა აი ამ კვების ბლოკს. მასზე მიერთებულია შტეპსელის ვილკა 220 რო შევიდეში, ჯერ ჩართული არ მაქვს. აი აქედან უნდა გამოვიდეს დენი, ამიტომ ძაბვას გავზომავ აი ამ 2 წერტილზე და აი აგერ ეს ყავისფერი არის სარეგულირო, რომლის დატრიალებაც შეიძლება ატვირკით. ჩვეულებრივი სახარხნისით. ეხლა მოდი ჯერ ჩავრთოთ დენი და ვნახოთ რა მოხდება. აი ვნახოთ გამოსავალზე ძაბვა. შეგადეთ აქ არის 26 ვოლტი. ეხლა მე ამას დავატრიალებ.
ძაბვა დავიდა 21-ზე. ანუ საწინააღმდეგო. ეხლა ამისი ტრიალით ეს შეიძლება ზუსტად 24-ზეც დავაყენოთ, რაც არის მისთვის ნომინალური. დავაყენოთ, თქვათ, უფრო მაღალზე, ცოტა მაღალზე ან ცოტა დაბალზე. ჩვენ უნდა დავაყენოთ, რაც შეიძლება დაბალზე. თუ აქ LED drivers ჩავთავთ. ასეთ შემთხვევაში ეს პირველ რიგში ძაბვას არეგულირებს. და დენის ზალა მასში გაივლის აი ამ LED ჩიპებში უფრო ნაკლები მინიმალურ ძაბვაზე, რა თქმა უნდა. დენის ზალა რომ შემცირდება სითბოს გამოყოფა და შესაბამისად ნატურას გაუხანგრძლივდება სიცოცხლე. მაგრამ ეს მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ არის შესაძლებელი ძაბვის რეგულირება. ეხლა რა უნდა ვქნათ თუ ესეთი სხვანაირი ლედსანათია. ამას სარეგულირო არ აქვს. არის ასეთებიც. რომ სარეგულირო არ აქვს. აქ შედის 220 ვოლტი, აქედან გამოდის 12 ვოლტი ძაბვა, ეს არის 300 ვატიანი 12 ვოლტი ძაბვით. მთელი 25 ამპერის მოცემა შეუძლია, ანუ ძალიან ბევრი LED შეუძლია ამას ამუშავოს, მაგრამ სარეგულირო არ აქვს. და რადგან სარეგულირო არ აქვს, ამას ვერაფერს ვერ გავუკეთებთ. ასეთი მუდმივი ძაბვის წყაროა ესეც. მუდმივი ძაბვის წყარო უნდა შევცვალოთ ისეთით, რომელიც რეგულირდება თან იგივე სიმძლავრისა უნდა იყოს, ანუ დენის ზალა უნდა დენის ზალა არა, ძაბვა უნდა რეგულირდებოდეს და ამით დენის ზალაც დარეგულირდება. დაუწევთ დაბლა და მერე ნატურა ოდნავ ნაკლებად გაანათებს, მაგრამ ისე რომ თვალი პრაქტიკულად ვერც კი შეამჩნევს ამას. ეხლა ვნახოთ გადაკეთებული ნატურა საქმეში. Edau ოთახში სრულიად ჩვეულებრივი განათება. აი აქ ჭაღიდან ორი ცალი ანათებს და ვერც მიხვდებით რომ ჩვეულებრივი ნატურები არ არის, ეს არის ჩემს მიერ გადაკეთებული ნატურები. ეხლა მე ამ ჭაღს ჩავაქრობ. მეორე განათებას დავუტოვებ და უფრო კარგად დაინახავთ რაც ხდება. აი თუ ხედავთ ერთ ნატურას პლაფონი საერთოდ მომწვრალი აქვს, მეორეს დახურებული აქვს პლაფონი და გვერდიდანაც რამდენად კარგად აჩანს. რა მოგახსენოთ ახლა? აი კორპუსებიც დახურებული აქვს. და როდესაც ავანთებ, აბსოლუტურად ჩვეულებრივი შუქია, არავითარი პრობლემა არ არის.